დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა. საუბრისას მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 8 ევროპულ ქვეყანას 10%-იან ტარიფს უწესებს, რადგან მათ გრენლანდიაში ჯარები გაგზავნეს. ბესენტმა ევროკავშირს მოუწოდა დაელოდოს ტრამპის ჩასვლას დავოსში. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ევროპელები მხარს დაუჭერენ ტრამპის პოზიციას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მის არგუმენტებს მოისმენენ. პრეზიდენტს აშკარად სჯერა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკური უსაფრთხოებაა, ხოლო ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ გრენლანდიას 10%-იან ტარიფს არ ვუწესებთ. ჩვენ 10%-იან ტარიფს უწესებთ იმ 8 ქვეყანას, რომლებმაც გადაწყვიტეს გრენლანდიაში ჯარები გააგზავნათ. ნამდვილად ვერ ხვდები, რა სიგნალის გაგზავნას ცდილობდნენ. ამიტომაც პრეზიდენტ ტრამპმა კაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ გადავაბარებთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სხვა ქვეყნებს. ჩვენმა პარტნიორმა, გაერთიანებულმა სამეფომ გვიმტყუნა დიეგო გარსიაზე მდებარე ბაზის საკითხში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვიყენებდით. და ახლა მათ სურთ მისი გადაცემა მავრიკისთვის. ასე რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხში სერიოზულია. ყველას ვეტყოდი, ღრმად ჩაისუნთქეთ. ნუ გამოავლენთ ამ იმპულსურ გაბრაზებას, რასაც ვხედავთ. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ განცხადების გამო უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟებზე ბარნა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. არსებული შეფასებებით ზარალი ფართომასშტაბიანი იყო. შეერთებული შტატების ძირითადი საფონდო ინდექსები გასული კვირის დანაკარგებს აგრძელებს, რაც წლის არასტაბილურ დასაწყისზე მიუთითებს.